მოგესალმებით, რუსთავში ვარ და პაპელას აქ გადაღება რა, იღებს სტოკს სრულიად ქარხნულ X3M-ს და ჩამოდიოთ ანუ პერფორმანსი შევადაროთო და თან ვთქვათო როგორ დადისო გაკეთებული X3-იო და Porsche Taycan მოყავს Turbo S-ი და დავდგეთო იმასთანო და სხვა რაღაცასაც მოვიყვანო და ბიჭო რა ვიცი ახლა პაპელას შესაძლებლობები და გასაქანი რაღაცას ველოდები ანუ Lamborghini-ს ველოდები უფრო პირდაპირ ვთქვა გონია რომ SVG ყავთ და წინაზე იყო მწვანე SVG-ი და ცისფერით კაბრიოლეტით SVG ego ყავს თუ რაღაცა რა ან რამე ფერარს მოიყვანს რა რომაც ყავს ვიცი მაგრამ რომა ძალიან ნელია X3-თან შედარებით რომა ძალიან ნელია რა და აი ხა უკვე ამოდის და ნახოთ რა იქნება აი X3 მაგარი გადატენილია უხერდრაგზე მოვამზადე რაღაცები დავამუღამე კიდე ვიوارჯიშე და იმ დროებთან შედარებით ლაზერით ვიარე 10-8-ში და დავდიოდი 11-0-ში და 10-9-ში რა და იმ დროებთან შედარებით ძალიან მაგრად ადის ახლა რა ხო და ნახოთ რა იქნება როგორ იქნება იმიტომ რომ დრაგისთვის მომზადებული დღეს 30-ია დრაგით ჩაიშალა ერთი კვირის უნდა ყოფილიყო და ვიცი რომ მაგრად უნდა ვიარო რა კიდე იმის უმღამი მაქვს რომ 100-200 გავტეხო 6 წამი და გავიარო 5 და 9-ში სავარაუდოდ მეტი ნაკლებში ვერ გავივლი იმიტომ რომ ფილტრებიც კი არ მიდგა სტოკი ფილტრები დგას მარტო კატალიზატორები არ დგას მანქანას და ABP-ს ნასტროიკა წერია რომელშიც რა ეჭვია რა ვისარეპარება ეხლა დავილოდებით პაპელას Taycan-ს ვიცი რომ უეჭველი გავასწრებ მონაცემებში შევედი და წესით ჩქარია მაგრამ რუსთავის საფარი ყველამ კარგად ვიცით ფურცელზე რაც წერია კაროჩე 0.5-დან 1 წამამდე უნდა მოუმატოთ რა ხო და 0.5-იც რომ მოუმატოთ უკვე რუსთავის საფარზე მე ჩქარი გამოვდივარ და ნახოთ მეორე რა მოვა ამ გონია რომ გულს დამწყვეტავს რა თვათ ესე გამარჯვებულს არ გამიშვებს წავიდით ახლა X3-ში სპირტი ჩავასხათ გადავტენოთ და შემოვიდეთ აწვავი რა თქმა უნდა ჩვენი მეგობარი კომპანია პორტალის გვიდგას უბრალოდ დრაგი რო გვიწევს ხოლმე ცოტა სპირტს ვამატებთ დრაგის წინ როგორი გადატენილი მყავდა იცი მანქანა მომზადებული ზეთები ყველაფერი დავასერვისე და სად არის დრაგი აღარ იყო მაგრად დამწყდა გული იმიტომ რომ ორი პირველი ადგილის წამოღებას ვაპირებდი რა X-ზე მე მგონი ეჭვია რა ვისარეპარება და სუპრაც წინა დრაგის მერე რა პრობლემაც ჰქონდა 0-100-ის ძალიან მარტივად მე და ABP-ს გუნდმა მოვაგვარეთ ეგ პრობლემა მანდაც X3M-ის ან F90-ის კულისა დავაყენეთ და პრობლემა მოგვარებულია ასევე გაჩვენებთ თუ როგორ უნდა მომზადდეს დრაგამდე მანქანა 26-ის დრაგისთვის ვემზადებოდით მაგრამ 30-ია დღეს და 30-ის დრაგისთვის მომზადებულები ვართ უკვე ალექს ჩასვი კადრები დრაგამდე მომზადების ეხლა გეზ მოტორში ვართ X მოუგროვდა ძალიან ბევრი გარბენი ნახოთ ბირკა ეხლა და მე გავუშვათ ზეთი ტესტზე თუ ამ გარბენზე რამდენი მოიკლო, რამდენი დაიმატა, კარგად აქვს. მე მგონი 7 თუ 8000-ია გარბენი. წამო ალექს. ოპა. მოკლედ 26-ში გვაქვს შეცვლილი 0-ში და 126680 კილომეტრზე გვაქვს შეცვლილი. ნუ 136000 კი უწერიათ რომ 10000-ზე უნდა შეცვალოთ, მაგრამ ჩვენ იმდენს დავდივართ დრაგს და იმდენს გაზაობთ, რომ 8-ს მე მგონი ბევრია უკვე რა, სადღაც დრაგიდან დრაგამდე ან ორ დრაგში ერთხელ უნდა შევცვალოთ რა. 700-ცხენი აქვს ყოველდღიურად და დრაგზე და როცა გაზაობთ 820-ცხენი აქვს. წამო ახლა ზეთს გავუშვათ ტესტზე და ვნახოთ რა ხდება. მოკლედ მანქანას გავლილი აქვს 126000 გვაქვს ზეთი შეცვლილი 34541 კილომეტრია გავლილი რა ამასობაში ჩვენ ვიარეთ უხეში დრაგი წავედით სომხეთში და ვიარეთ სომხეთის დრაგი აი ხო ტესტავთ არ უჩვენებია რომ მანქანას ზეთი აკლია რა და ეხლა ტესტავთ ლეველი რამდენზეა და მართლა თქვენთან ერთად ავტესტავ აქამდე მართლა არ გამიტესტია და ეხა 200 და 300 გრამი რო ეკლდეს პრობლემა არ არის იმიტომ რომ 680 ცხენი აქვს საბურავზე 680 და 6 ცხენი აქვს საბურავზე
და ეგ სპირტზე, მაგრამ ბენზინზე რო დავდივარ 580 რაღაც ცხენი აქვს, რაც ძრავზე გამოდის 700 ცხენი. ანუ ყოველდღიური მაპი მაქვს 700 ცხენის ზალიანი და გავიარე 126.000 გამოვაკლოთ 114 გამოვაკლოთ 126 სადღაც 8000 კილომეტრი მაქვს გავლილი რა. თქვენ გადაწყვიტეთ ეს რამდენი გრამია, არ ვიცი, 100 შეიძლება 100 გრამიც არ იყოს და მაგიტო ვენდობი ლიფინოლს 530 დგას და 700 ცხენზე და დრაგებზე და რუსავინმეს ვეჯიბრები 820 ცხენზე 8000 კილომეტრი გარბენზე დაიკლო 100 და 100 გრამი. შეიძლება ეგეც არაკლია რა. ანუ აქედან აქამდე არ ვიცი 9 ლიტრაა მე მგონი სხვაობა რა და ფაქტია თქვენს ხედავთ. ამას მეტი მტკიცება და დასტური აღარ აჭირდება. ეხლა შევად. ჯამში რამდენი დრაგია რა. ამანქანით ვიარე 2 დრაგი და ამ ზეთით ვიარე 2 დრაგი და პლუს გარეთაც ცოტა ვიმაიმუნეთ. სუპრით გარეთ საერთოდ არ გაზავთ და იქით ცოტა ხული გნობთ ხოლმე რა. პლუს ქორწილები. ხო, დავითასთან ვიყავით გადაცემაში და აი, რავი, რაც დავადუღეთ, რაც კადრებში მოხდა და არ მოხდა, ყველაფერი ვაკეთეთ და პლუს შენ TikTok-საც თუ გადაავდეთ თვალს, ასეც ვიგაზავე გარეთაც ცოტა, პლუს დრაგის წინ მომზადება და ყველაფერი არის დრაგის წინ მომზადება რა. ყველაზე მეტი ძალა მან დადგება მანქანას, თორე დრაგზე გავხვალ და 6 გარბენს გაივლი, მაგრამ დრაგის წინ მომზადებაზე შეიძლება 80 გარბენი გააკეთო და 80 ჯერ 0-100 გაზომო, იმიტომ რომ ისწავლო და დაასტაბილურო. შევიდით ახლა შეგნით გადავინაცვლეთ და გასვენებთ რას უკეთებთ X-ს. ავედით ახლა პაპელაც დავინახე რომ მოვიდა, მაგრამ ჯერ მანქანები არ აჩანს, ნახოთ რევს მოიყვანს. წავედით. აი თურმე რა ყოფილა. ას ვიქნ. ზეთ მეტად ჩქარი.
აბა რა სიტყვი? აუ ძალიან კაი ესეც საოჯახო შევით რა შეგიძლია აგინა ფერარებს ეიაზვები ტრეკზე მე გამოდიხარ სრიალებ და აქედან წახვალ და ბავშვებს მიაკითხავ სკოლაში მოკლედ ძალიან კაი დღე გამოვიდა, სახეზეც მეტყობა. კარგად გავერთეთ, დრაგებითაც ვისიამოვნეთ, დონატებითაც ვისიამოვნეთ. ჩემ ვიდეოში საბოლოო რეზულტატს დრაგისას ვერ ნახავდით, იმიტომ რომ პაპელასთან ვიყავით თუნდაც და შეგიძლიათ დაელოდოთ პაპელას ვიდეოს, იმიტომ რომ ჩემი სავარაუდოდ უფრო მალე დაიდება. დაელოდეთ პაპელას ვიდეოს, გადადით და უყურეთ როგორი არა X3M-მა Ferrari 296 GT-დისთან და Porsche Taycan Turbo S-თან ფინიშებს. აბა, მაგარი ავტობანი მაქვს. ფინიშები ნახოთ, როგორ დავფინიშდით. დრიფტმაც, დონატმაც მაგრად გაასწორა. უკეთესად უნდა მელო, მაგრამ რატომღაც ვერ ვიარე იქით უკეთესად დონატები. ეიფორიაში ვიყავი და ცოტას ნერვი ვუგობდი, მაგარი დღე იყო. გამოიწერეთ პაპელას არხი და ჩემი არხი. თავის დროზე ავიდეთ 15000 გამომწერზე, რომ ის კომბორის მოსახვევი ავიარო, თორე მოვიდა ახალი წელი და თოვლი და მე თოვლში რავი ექშენი აღარ ეკდება რა. ხო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი გეზ მოტორს და ლიქიმოს და ასევე პორტალს, რომ ესეთი კაი საწვავი აქვს და დავდივართ და ვბაბანებთ სამივე მანქანით და 4-ვე მანქანით. ეხლაც მოვედით პორტალთან, დავტრიალდებით და გადავავსეთ ბაქს და წავალთ თელავში. ახალი ფილიალია ეს, ანუ რუსთავის ბანზე რო შემოდიხარ თბილისის მხრიდან რა. ესე მოკლეზე ვერ ჩავაჭრებ და გზები უნდა დავარტყათ. დროებით, გემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ვიდეო და ისიამოვნეთ. ამიტომ დაალაიქეთ, კომენტარი დაგვიწერეთ. ხო, კომენტარი დაწერეთ რა დროში ვივლით ვარ. ნუ უხერხდრაკთან შედარებით ძალიან მაგარ დროში ვიარე რა, იმიტომ რომ მანქანა მეტად მომზადებული იყო და მეც მეტად ნავარჯიშები ვიყავი. Bye. Bye.